მესამე სეგმენტი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დახმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები. ისეთი არასამთავრობოები, რომლებიც სოციალურ დახმარებებს უწევდნენ მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. შედარებით დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს და უცხო ქვეყნებში გახსნეს საკუთარი ანგარიშები, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ რუსული კანონი მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა. თუმცა უფრო მცირე დაფინანსების მქონე არასამთავრობოები, რომლებიც მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მიმართულებით ან მარტოხელა დედების დახმარებისთვის მუშაობენ, ახლა სრულიად დაუცველები არიან, რადგან საკმარისი სახსრები აღარ აქვთ. თავდაპირველად მათ დასახმარებლად USAID-ს და ევროპულ ფონდებს მიმართეს. ევროპელებმა ამ კუთხით კეთილშობილება გამოიჩინეს და გვითხრეს, რომ იმ პროგრამებისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსთვის იყო განკუთვნილი, გადამისამართებოდა საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ასე რომ არასამთავრობო სექტორი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. რასაკვირველია, თუ თქვენ მომაწვდით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთგვარ სიას, რომლებსაც გსურთ, რომ დახმარება გაუწიოთ, შევეცდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ. ჩვენ სწორედ ახლა ვცდილობთ რუბიოსთან შეხვედრის ორგანიზებას. გაქვთ თქვენი ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაციების სია? დიახ, მაქვს კონტაქტები იმ არასამთავრობოებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მხარდაჭერა და შემიძლია მათი სიაც წარმოგიდგინოთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.